ჩვენ გსურთ იყოთ დაცული. ჩვენ გირჩევთ რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ საუბრობთ კანონზე. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. თქვენს პრობლემებს პროფესიონალ იურისტებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. კანონის დროა. პირდაპირ ეთერში ბრუნდება ქრონიკა ახალი ამბები და ახლა გადაცემა კანონის დროა. დღეს ოთხშაბათია, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. რა შეთანხმებას მიაღწიეს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენლებმა და შპს ჩინეთის რკინიგზის 23 ბიუროს ხელმძღვანელობამ. როდის გაფორმდება მემორანდუმი და გეგმავს თუ არა ხელისუფლება შრომის კოდექსის რეფორმის ახალ ტალღას. შეკითხვებს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენელი ილია ლეჟავა უპასუხებს, ასევე ჩვენ პირდაპირ ეთერში საშუალება გვექნება ჩავრთოთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე. მსმენელს კი შეუძლია დაარეკოს ტელეფონის ნომრებზე 292 11 88 292 11 99 და გამოთქვას მოსაზრება ან მოგწერეთ შეკითხვა Facebook-ის გვერდზე კანონი რადიო იმედი. რა ვიცით კანონის შესახებ? როგორ დავიცვათ საკუთარი უფლებები და თავისუფლება? ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, სატელეფონო ხაზზეა ახალი პროფკავშირების წარმომადგენელი ილია ლეჟავა, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენელი. ბატონო ილია, მოგესალმებით. მოგესალმებით თქვენს მენს. ბატონო ილია, ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში და გამონახეთ დრო რომ ჩაგვერთოთ პირდაპირ ეთერში. მოდით ვთქვათ, ჯერ რა ეტაპზეა და რა შეთანხმებას მიაღწიეთ, რომლის მემორანდუმიც უნდა გაფორმდეს სავარაუდოდ თქვენ. სწორედ ამ მიზეზით ვერ იმყოფებით ახლა ჩვენთან სტუდიაში. დიახ, ამ წუთებში მე ვიმყოფები ზვარეში, ჩინეთის 23 ბიუროს კომპანიის ტერიტორიაზე, სადაც შეკრებილები არიან მუშები, ვართ პროფკავშირის წარმომადგენლები, პროცესში მონაწილეობს საქართველოს რკინიგზა როგორც მედიატორის როლში. მოლაპარაკება დაიწყო გუშინ და ეს უკვე შეჯერებული ვართ 7 პუნქტზე მხარეები და მიმდინარეობს ახლა ამ 7 პუნქტის ფორმულირება უკვე დოკუმენტის სახით, რომელზეც საბოლოო ჯამში თუ რამე პრობლემა არ იქნება კიდევ დასაქმებულების მხრიდან მოეწერება ხელი. 7 პუნქტიანი ახსენეთ თქვენ, იქნებ გითხრათ, აი რა 7 პუნქტია საუბარი, რას გულისხმობს? დიახ, ძირითადად 7 პუნქტში მოქცეულია ის მოთხოვნები, რა მოთხოვნებით ჰქონდათ ადგილზე დასაქმებულებს. კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ დამატებით 7 მენეჯერი ადგილობრივი გაანთავისუფლა უკვე, მათ შორის 3 პატიმრობაში იმყოფება და დამატებით იღებს ვალდებულებას, რომ გაანთავისუფლებს კიდევ 6 მენეჯერის პოზიციაზე მყოფ ჩინეთის წარმომადგენელს და გარდა ამისა ეს დღეები ანაზღაურდება, რაც გაცდა სამუშაო პროცესი და ის მუშები მიიღებენ სრულ ხელფას. არის კიდევ პუნქტი, სადაც 8 დაზარალებულზეა საუბარი ქართველი მუშების მხრიდან და კომპანია სრულად იღებს პასუხისმგებლობას, რომ მათი ჯანმრთელობის მკურნალობის პროცესს გააკონტროლებს და დააფინანსებს სრულად. გარდა ამისა დაინიშნა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეიცვალა სრულად ადგილობრივი მენეჯმენტი, დაინიშნა მუშებთან შეთანხმებით ხელმძღვანელი, რომელიც თავად მუშებისთვისაც მისაღები იყო, ეს არის ჩინეთის ეროვნების მენეჯერი და მას მოადგილედ დაენიშნა ქართველი ასევე მუშების შერჩეული წარმომადგენელი, რომელიც გამოასწორებს კომუნიკაციას. ჩვენი აზრით ეს იყო ერთ-ერთი მოთხოვნა, რომ კომუნიკაცია ადგილზე არ იყოს სწორედ ენობრივი ბარიერის გამო და ქართველი მენეჯერი ამ პრობლემას ჩვენი წარმომადგენლით ერთგვარად გაანეიტრალებს. თქვენ გქონდათ შეხვედრა ამ კომპანიის წარმომადგენელთან სავარაუდოდ და ეს 7 პუნქტი სწორედ ამ შეხვედრაზე იქნა შეთანხმება მიღწეული. ახსენეთ, რომ თუ რამე არ შეიცვალა, არის მოლოდინი იმის, რომ დავუშვათ ეს მოლოდინი ჩვენ პროფკავშირი როგორც პირველივე დღიდან ვართ ჩართულია პროცესებში და არის საინიციატივო ჯგუფი შექმნილი, თუმცა არც გადაწყვეტილებას პროფკავშირი და საინიციატივო ჯგუფი საერთო მასთან შეთანხმებით არ აკეთებს. შესაბამისად ეს ფორმულირება, რაც ჩვენ შორის მხარეებს შორის იქნა წარმოდგენილი და შეთავაზებული, ეხლა არის პროცესი, რომ უნდა წარუდგინოთ ადგილზე დასაქმებულებს, რომლებიც სრული შემადგენლობით შეკრებილები არიან ახლა კომპანიის წინ და მხოლოდ მათი თანხმობის შემთხვევაში მოეწერება ხელი და ეს არის პროფკავშირის პრინციპული მოთხოვნა და ამიტომ ჯერ ვერ ვიტყვით, რომ საბოლოოდ ამოწურულია კონფლიქტი, უბრალოდ
ფორმულირება ამისი მოხდენილია უკვე პრინციპების დონეზე გაცვლილი მხარეებს შორის და მიმდინარეობს დასაქმებულებთან შეთანხმების პროცესი. ბატონო ილია, თქვენ გქონდათ შეხვედრა, თუ გქონდათ გაანალიზება იმ ფაქტის, რაც მოხდა ზვარეში, რას ამბობენ ჩინური კომპანიის წარმომადგენელი, რა ფაქტს ჰქონდა ადგილი რეალურად, ერთია რას ამბობს დაზარალებული მხარე, რას ამბობს თქვენ, რა ინფორმაციას ფლობთ რეალურად, რა პრობლემასთან გქონდა საქმე, რასაც არ არეგულირებს მოქმედი შრომის კოდექსი? პრობლემა ძირითადად არ არის მხოლოდ ეს ჩინური კომპანიის და ქართველი დასაქმებულებს შორის მომხდარი და წამოჭრილი ეს პრობლემა ზოგადად საქართველოში არსებობს. საქართველოში ზოგადად მოშლილია შრომითი ურთიერთობის სტანდარტები, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ერთგვარად არეგულირებს რაღაც მინიმალური სტანდარტს. არსებობს ქვეყანაში შრომის ინსპექცია, რომელიც მის აღსრულებას გააკონტროლებს და ეს მოხდება ამ კანონის რეალურად პრაქტიკაში გატარება. შესაბამისად, დასაქმებული და დამსაქმებელი რჩებიან ერთმანეთის პირისპირ მარტო და აქ იწყება პრობლემები, რაც რეალურად არა მარტო ზვარეში, თითქმის ყველა კომპანიაშია და ამისთვის ჩემი აზრით და ზოგადად პროფკავშირის პოზიციაა, რომ საჭიროა ის მექანიზმის შექმნა, რა მექანიზმით აპრობირებულია ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, ეს არის შრომის ინსპექცია, რომელიც აღჭურვილი იქნება იმ სრული მანდატით, რაც მაგალითად ჩვენს ასოცირების ხელშეკრულებაშია, იქ არის სანქციების მექანიზმები, რაც ერთგვარ პრევენციას განახორციელებს მსგავსი ინციდენტებისა, თუ არ არის კომუნიკაცია, თუ მოშლილია შრომის ურთიერთობები, იქ შრომის ინსპექციას აქვს ამის წერტილი, რომ წინასწარ მოახდინოს ამის პრევენცია და აირიდოს თავიდან ეს მსგავსი კონფლიქტები. ეს არის ძირითადი პრობლემა ამ შემთხვევაში. აუცილებლად უნდა გითხოთ, მაშინ, როდესაც 2012 წლის შემდეგ საკმაოდ ხმაურიანად დაიწყო შრომის კოდექსის რეფორმა. გატარდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაზეც ბატონი ირაკლი პეტრიაშვილი საუბრობდა, არაერთხელ საუბრია ამ სტუდიაში, რომ იყო მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელებული და არ შეიძლება ითქვას, რომ დაუშვათ არაფერი არ გაკეთებულა შრომის კოდექსში ცვლილებების შემდეგ. თუმცა მუდმივად მიმდინარეობს საუბარი შრომის ინსპექციასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით თუ გაქვთ თქვენ პროფკავშირების წარმომადგენლებს ინტენსიური მოლაპარაკებები, ან რა პოზიცია აქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რატომ არ ხდება ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება, როდესაც თქვენ როგორც ახსენებთ, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანი იმისთვის, რომ კოდექსში ჩაწერილი მუხლების რეალური ინსპექტირება მოხდეს და რეალურად არ იყოს დამსაქმებელი და დასაქმებული პირისპირ პროცესი. დიახ, ამ შემთხვევაში პასუხი მარტივია, უფრო ორგანიზებულია, როგორც ჩანს, დამსაქმებლის მხარე, ბიზნესწრეები, ბიზნეს ასოციაციები, რომლებიც ლობირებენ ამ საკითხის დაბლოკვას და შესაბამისად რეალურად უკვე საქართველოში შემოსული კომპანიები და უკვე არსებული ბიზნესები ამ პროცესს ხელს უშლის, თორემ თქვენ იცით, რომ უკვე ცოტა ხნის წინ ძალიან დიდმა კომპანიებმა განაცხადეს გაავრცელეს ერთობლივი მიმართვა საქართველოს მთავრობის მიმართ, რომ დროულად შექმნა შრომის ინსპექცია, რათა მიეცეთ მათ საშუალება, რომ შემოვიდნენ საქართველოში და თავის საქმიანობა აწარმოეს, ეს არის Nike, Adidas და შემდეგ. და ეს რეალურად ის თითქოს გამოწვეული თემა, რომ თითქოს ინვესტიციას უშლის ხელს შრომის ინსპექციის, ინვესტიციის შემოდინებას უშლის ხელს შრომის ინსპექცია, ბიზნეს უშლის ხელს, ეს არის ადგილობრივი უკვე დამკვიდრებული ამ მეთოდებს მიჩვეული ბიზნესწრეების ლობირების შედეგი, რადგან სამწუხაროდ მთავრობა დღემდე იზიარებს და მათი გავლენის ქვეშ ექცევა. პროფკავშირი რა თქმა უნდა აქტიურად ითხოვს ამ მოცემულობის შეცვლას და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ევროპელი კოლეგების დახმარებითაც, რომ ეს მოცემულობა შეიცვალოს საქართველოში და ზოგადად მთავრობამ პოლიტიკა შეცვალოს შრომითი ბაზის მიმართულებით. ბატონო ილია, აუცილებლად უნდა გითხოთ, აი რა შეიცვლება? საუბრობდით მუდმივად წლების განმავლობაში, რომ კოდექსი არ ვარგოდა ქვეყანაში, შრომით კოდექსი არის საუბარი, ხკეტდებოდა ესეთი განცხადებები პროფკავშირების მხრიდან, დასაქმებულების მხრიდან, რიგითი მოქალაქეების მხრიდან, რომ არ იყო კოდექსი, რომელიც რეალურად არეგულირებდა შრომით ბაზარზე ურთიერთობებს. შეიცვალა კოდექსი, გარკვეული ცვლილებები შევიდა და დაუშვათ დღეს უკვე ხდება რეგულირება გარკვეული მიმართულების. შრომის ინსპექტორი შეასრულებს იმ ფუნქციას. ეს არის მხოლოდ ერთადერთი პრობლემა, რაც დღეს არის პრობლემა შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებით. თუ კიდევ ჭირდება შემდეგ კიდევ უკვე ვისაუბრებთ, გამოჩნდება ახალი პრობლემა, როგორც კოდექსის შემდგომარი. ახლა დღეს არის აქტუალური შრომის ინსპექციის არსებობა.
არსებობა. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სრულყოფილი იყოს ეს კოდექსი მეტნაკლებად დაბალანსებული, რაზეც პროფკავშირებით საუბრობენ და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებით საუბრობენ, იმისთვის, რომ ადამიანებს თუნდაც ფიზიკურად არ გაუსწორდნენ საწარმოში, თუნდაც არ ამუშაონ უფრო მეტი, ვიდრე მათ რეალურად ეკუთვნით შრომის კოდექსით. აი ამ მიმართულებით რა უნდა გაკეთდეს, იყოს უსაფრთხო გარემო სამუშაო, ხდებოდეს მათი დაზღვევა და ასე შემდეგ. აი ამ ყველაფერს რომ არეგულირებდეს ისე როგორც არის უკვე საკმაოდ წარმატებულ ქვეყნებში. ამისთვის რა არის საჭირო? დიახ, ისე და ისე მე შრომის კოდექსი ჩვენ გვაქვს ისეთი როგორიც გვაქვს, რა თქმა უნდა გაუმჯობესებული 2013 წლიდან მოყოლებით, ესა 2012 წელთან შედარებით, თუმცა თავად შრომის კოდექსი არის ბევრი ხარვეზი, რომელიც თავის მხრივ გამოსწორებადია იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე იარსებებს ეს შეცვლილი პოლიტიკა მთავრობის მხრიდან, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში თუ შრომის პოლიტიკა შეიცვლება და თანასწორ პირობებში ჩადგება როგორც დასაქმებულის მხარე, ისე ბიზნესის მხარე, არსებობს მექანიზმი სამხრივი კომისიის სახით, სადაც ეს მხარეები ერთობლივად დაჭდებიან და თავად გადაწყვეტენ რა შეცვალონ შრომის კოდექსში, რა გააუმჯობესონ და ასე შემდეგ. მაგრამ ამ მოცემულობაში როგორც ახლა წარმოდგენილია და როგორი პოლიტიკაც არსებობს ქვეყანაში, აქ თავსახად სუსტია დასაქმებულების მხარე წარმომადგენლობა, იმიტომ რომ ძირითადად ვიცით რომ ერთობლივად შემუშავებული შრომის კოდექსის პირველი ვარიანტი რაც მისაღები იყო 2012 წელს შევიდა პარლამენტში, თუმცა მეორე დღეს სამწუხაროდ ტექნიკური ხარვეზია და რეკლამის დროც არის გადაცემაში. მე ბატონ ირაკლი ილია ლეჟავას წარმატებებს უსურვებ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენელი გვერდთობოდა პირდაპირ ეთერში და როგორც ცნობილია შეთანხმება მიაღწიეს უკვე შეთანხმებას რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენლებმა და შპს ჩინეთის რკინიგზის 23 ბიუროს ხელმძღვანელობამ და თუ როდის გაფორმდება მემორანდუმი ეს ჯერჯერობით უცნობია, როგორც ილია ლეჟავა აცხადებს, ამ დროისთვის მოხდება ტერიტორიაზე შეკრებილი დასაქმებული ადამიანებისთვის იმ პირობებისა და მემორანდუმის 7 პუნქტიანი გეგმის წარდგენა და მათთვის გაცნობა, რაზეც მოხდა შეთანხმება ჩინურ მხარესთან. ამის შემდეგ უკვე გახდება ცნობილი გაფორმდება თუ არა მოეწერება თუ არა ხელი აღნიშნულ დოკუმენტს. ჩვენ გადაცემის მეორე ბლოკში საშუალება გვექნება ჩავთოთ პირდაპირ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, სწორედ ის უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს, გეგმავს თუ არა ხელისუფლება ცვლილებებს შრომის კოდექსში და რა საფრთხეს ხედავს ხელისუფლება ამ შემთხვევაში შრომის ინსპექციის არსებობის კუთხით, შეუქმნის თუ არა ეს რეალურად ბიზნეს საფრთხეს თუ დააბალანსებს შრომის კოდექსს. სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრებთ რეკლამის შემდეგ, დაგველოდეთ პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში უბრუნდებით. დაგვირეკეთ ნომრებზე 292 11 88 292 11 89 ან მოგწერეთ მისამართზე კანონი @radio-imedi.gi. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი დიმიტრი ხუნდაძე. მოგესალმებით ბატონ დიმიტრი. მოგესალმებით. დიდი მადლობა. დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ბატონ დიმიტრი, ჩვენ პირველ ბლოკში სტუმრად გყავდა პროფკავშირების წარმომადგენელი რკინიგზელთა ილია ლეჟავა, რომელმაც ისაუბრა არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ზვარეში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, როგორც ჩვენთვის და მისთვის არის ცნობილი 7 პუნქტიან შეთანხმებაზე მიმდინარეობს საუბარი, რომ იქ დასაქმებული ადამიანების უფლებები იყოს დაცული. თუმცა მე მინდა თქვენთან ეს ინფორმაციის სახით ამ ეტაპზე რაც ხდება, მაგრამ თქვენთან მინდა საუბარი დავიწყო, რას გეგმავთ თუ არა პარლამენტში უკვე შესვლის შემდეგ და მუშაობის დაწყების შემდეგ შრომის კოდექსის რეფორმის ახალი ტალღის წამოწყებას ან გაუმჯობესებას იმ მიმართულებით, რაც დღემდეა სადაო და პრობლემატური პროფკავშირების მხრიდან დღემდე კეთდება განცხადებები ცალკეულ მუხლებთან, მიდგომებთან, პუნქტებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, გავუხსნათ სოფარებას, რომ ზვარეში ამგვარად განვითარდა მოვლენები, რა თქმა უნდა, შრომის უფლებები უნდა იყოს დაცული, ისევე როგორც ზოგადად ადამიანის უფლებები, რაც შეეხება შრომის კოდექსს. მე ვიტყოდი, რომ ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გამოცდილ აქტივობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერი არის სწორედ ის, რომ ჩვენ შევძელით მაქსიმალურად დაბალანსებული შრომის კოდექსის შემუშავება. გახსოვთ ალბათ პრაქტიკულად ქვეყანაში არასდროს შრომის კოდექსი იყო აბსოლუტურად დისკრიმინაციული და ხშირად იძლეოდა შრომითი ტრაფიკინგის საშუალებას. ხშირი იყო, როცა დასაქმებული მიდიოდა სამსახურში და მას სოფიზარს ხდებოდა, რომ ისი აღარ მუშაობდა, ამიტომ იგივე თქვა, ქართლის საფუძვლები აბსოლუტურად ჩამოუყალიბებელი იყო
მოკლევადიანი ხელშეკრულებები, რომელიც პრაქტიკულად დამსაქმებელ და საშუალებას ნებისმიერ დროს ბადის ამოცურვის შემთხვევაში ეს ვადაიყო ხშირ შემთხვევაში სამთვიანი, რომ იოლად გაეთავისუფლებინა თანამშრომელი და პრაქტიკულად დასაქმებული ყოველთვის იდგა ღია კარებთან და ნებისმიერ დროს აღმოჩნდებოდა კარების მიღმა. ამიტომ ჩვენ ძალიან ინტენსიურად დავიწყებთ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მუშაობა, სწორედ ამ კოდექსით დავიწყებთ ჩვენ ძალების კომიტეტში რეფორმების ჩატარება პრაქტიკულად და პირველი რაც იყო იმუშავეს გათავისუფლების საფუძველზე და 37 მომხში პრაქტიკულად ესე დეტალურად არის გაწერილი და დაცულია როგორც დასაქმებული რომ ის უსაფუძვლოდ არ გაათავისუფლონ და გათავისუფლების შემთხვევაში დასაქმებულს აქვს ვალდებულება აუხსნას დაუსაბუთოს თუ რატომ ათავისუფლებს. ასე მოკლევადიანი ხელშეკრულებები ასე ქრონიკული ხასიათი ჰქონდა მიღებული და ჩვენ შემოვიტანეთ აქ ასრულება რომ არსებობს მუდმივი ხელშეკრულებებით ასევე მნიშვნელოვანი იყო ზეგანაკვეთული ანაზღაურების დეფინიციის შემოღება, რაც პრაქტიკულად არ იყო. ანუ თანამშრომლებს სამუშაოებდნენ იმაზე მეტი საათობრივი ანაზღაურებით და ამის საფასურს დამსაქმებელი არ უხდიდა. მაგრამ რა თქმა უნდა, აქ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ შრომის კოდექსი არ არის მხოლოდ დასაქმებულებისათვის, ის არის დამსაქმებელთათვის, ანუ ორხილი უფლებები უნდა იყოს დაცული, რომ შრომითი უსაფრთხოების წესები, შრომითი უფლებები იყოს დაცული დასაქმებულის და ასევე დასაქმებულს არ ჰქონდეთ ზედმეტი იმდაგვარი რეგულაციები, რომელიც ხელს შეუშლის მათ საქმიანობას და პრაქტიკულად ისიც რომ დასაქმების პრობლემას ძირითადად ბიზნესი არეგულირებს და აგვარებს ქვეყანაში, ამიტომ ბიზნესაც უნდა ჰქონდეს რა თქმა უნდა იმდაგვარი რეგულაციები, რომ მათ საქმიანობაში ხელი არ შეეშალოს. ანუ ჩვენ მე ვიცოდი შევძელით რომ მაქსიმალურად დაბალანსებული შრომის კოდექსი მიგიღო. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის განახლებას ან დახვეწას არ საჭიროებს. პრაქტიკულად ეს კოდექსი არის როგორც სოციალური ორგანიზმი, მუდმივად განახლებადი, მაგრამ მცირე მასშტაბიანი სიახლეები, რა თქმა უნდა, სამხრეთ ფორმატში უნდა იყოს განხილული. მცირე მასშტაბიანში შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შრომის ინსპექცია შეიქმნება, რაზეც პროფკავშირები მუდმივად აპელირებენ. გადასულიყავი ზუსტად ერთია, რომ ჩვენ მივიღეთ შრომის კოდექსი, მაგრამ ახსნების ნაწილში, რა თქმა უნდა, მასშტაბდება კანონს ახსნება, თორემ დარჩება ის თეთრ-ქაღალდზე დაწერილი. ამიტომ შრომის ინსპექცია, რომელიც 2006-ში ან შეიძლება 2007 წელს გაუქმდა იმ მოტივით, რომ ის კორუფციული ორგანიზაცია ასე ვთქვათ, მაგრამ ეს არ იყო სწორი, რომ ამ მოტივაციით გაუქმდა, რომ ხა მე მახსოვს, როცა განათლების სისტემაც იყო კორუფციული და პოლიციაც, მაშინ უნდა გაგვეუქმებინა ერთის და მეორეც. ამიტომ თავარი სისტემა იყოს გამართული, ასევე შრომის ინსპექცია ჩვენ შემოვიტანეთ უკვე, ასე ვთქვათ, პირველი ეტაპი გავიარეთ, ის არის არა ვთქვათ, რა ვიცი, მანდატორული, არამედ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, თუმცა ეს არის პირველი ეტაპი, აქაც არ უნდა შეჩერდეს პროცესი, იმიტომ მხოლოდ რეკომენდაციებით ვერ შემოიფარგლება შრომის ინსპექცია. ის უნდა იყოს მეტად ქმედითი, ამიტომ ამ კუთხით კანონმდებლობაზე ხა მუშაობს აღმასრულებელი, ანუ ჯანაც სამინისტრო და პარლამენტში რა თქმა უნდა შემოვა ის განსახილვად. ისე რომ ჩვენ რა თქმა უნდა დიდი ნაწილი ამ კუთხით გავიარეთ, მოვაგვარეთ, მაგრამ დასახვეწია გარკვეული კორექტირებები და სიახლეების შემოსატანია. ანუ როგორც კი შეხვალთ პარლამენტში შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დაიწყება უკვე აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ იყოს შრომის ინსპექტორი. აუცილებლად მინდა გკითხოთ სასამართლოებთან დაკავშირებით და შრომით დავებთან დაკავშირებით. მუდმივად ეს შესაძლოა თქვენ პირდაპირ იყოს სასამართლოს პრობლემა, თუმცა თქვენ თუ გეგმავთ ამ მიმართულებითაც რაიმე რეკომენდაციის შემუშავებას, ან რაიმე საკანონმდებლო ინიციატივას ამ მიმართულებით მუშაობას. შრომითი დავები სასამართლოში გრძელდება წყლობით შეიძლება ითქვას 1 წელი, 2 წელი, შესაძლოა 3 წელის მიმდინარეობს შრომითი დავა სხვადასხვა ინსტანციაში. ამ მიმართულებით კარგავს თუ არა აზრს ის, რომ დასაქმებულმა მიმართოს დამსაქმებლის წინააღმდეგ 3 წლის განმავლობაში იდაოს სასამართლოში და შემდეგ უკვე რა იქნება, ესეც ბუნდოვანია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო დამსაქმებლის თუ დასაქმებულის საკეთილდღეოდ რა განაჩენს გამოიტანს. ამ მიმართულებით თუ იგეგმება სახელმწიფოს მიერ რაიმე სახის ცვლილებების შეტანა ან რაიმე სახის რეფორმის გატარება იმისთვის, რომ არ იყოს ამდენად გადატვირთული შრომითი დავების განხილვა. საინტერესო კითხვა, რა თქმა უნდა, სასამართლო ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რა თქმა უნდა, აქ ჩარეებისაგან
პარლამენტის და ზოგადად აღმასრულებელი საკანონმდებლო ხელისუფლება აქედან რა თქმა უნდა დისტანცირებას გააკეთებს, მაგრამ თქვენ თუ შეაწყობთ სასამართლო დავების, რომიც საქმიანობასთან დაკავშირებით, მანამდე პრაქტიკულად ერთეული შემთხვევები იყო და ის ყოველთვის უშედეგოდ სრულდებოდა დასაქმებულის მხრიდან და დღეს ასეთმა სასამართლო დავებმა იმატა და სწორედ ეს არის შრომის კოდექსის დამსახურება, რომ აზრი უკვე გაჩნდა იმისა, რომ დაიცვას უფლებები დასაქმებულმა, თუ კი შრომის კოდექსი მას ამ შემთხვევაში დაიცავს. ანუ გაჩნდა საფუძველი იმისა, რომ კანონი არსებობდეს და ის იყოს ქმედითი და მისი თქვა არ შესრულების, არ აღსრულების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სასამართლოს დავების სამკუთხედს მიმდინარეობს და თქვენ ალბათ ხსენიათ, რომ ხშირად გათავისუფლების თანამშრომელი სასამართლოს ზით აღიდგენს თავს საკანონმდებლო საუნდეობაზე. ვადებზე ასე ბატონ დიმიტრი საუბარი, ვადა 6 თვის განმავლობაში თუ სწორად მახსოვს 6 თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს და არის 2 წლიანი, 3 წლიანი დავები. ინდივიდუალურ რეჟიმში უნდა იქნას განხილული, ისე რომ ამ წუთას მე ამაზე გამოწერილი რეცეპტი რა თქმა უნდა არ მაქვს, მაგრამ რადგან თქვათ არის შემთხვევები და აქცენტირება კეთდება, რომ დროში ის ზოგიერთ შემთხვევაში არის გაწერილი, ალბათ ჭირდება ჩარევა და არ არის გამორიცხული საკანონმდებლო რეგულაციაც იყოს რაიმე შესაბამისი ცვლილების სახით. ბატონ დიმიტრი, მე ისე მიუბრუნდები შრომის კოდექსს და მინდა გკითხოთ, ჩვენ ბატონ ილია ლეჟავა გვერდთობოდა, როგორც გითხარით გადაცემის პირველ ბლოკში, მან განაცხადა ესეთი რაღაც, რომ დღევანდელი შრომის კოდექსით დასაქმებულები არის სუსტად წარმოდგენილი, მათ არ აქვთ არანაირი უფლებები და დამსაქმებელი ამ შემთხვევაში კარნახობს მათ თამაშის წესებს. მიუხედავად ყველაფრისა არსებობს თუ არა რაიმე სახის ჩანაწერი კოდექსში. დაბალანსებული ახსენეთ თქვენ, პროფკავშირები ამ მიმართულებით კითხვის ნიშნები აქვთ, რამდენად დაბალანსებულია, ისინი აფრთხადებენ, რომ პირველი დოკუმენტი, რომელიც შემოვიდა პარლამენტში და რომელმაც ვერ მოიპოვა მხარდაჭერა და არ მოხდა მისი განხილვა, ის იყო დაბალანსებული და შემდეგ უკვე ბიზნესზე მორგებული შრომის კოდექსი მიიღო ხელისუფლებამ. არა, მე ვიტყოდი ბიზნესზე მორგებული შრომის კოდექსი იყო მანამდე ის რაც იყო. პროფესიული ასოციაცია მუშაობის შრომის კოდექსი ძალიან აქტიურად იყო. პროფესიული კავშირებით ჩართული იყო დამსაქმებელთა ასოციაცია, ბიზნეს ასოციაცია, ასევე ILO, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ამ კუთხით მუშაობს, უფლებრივი კუთხით ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, ისე რომ მე ვიტყოდი, ეს არის მაქსიმალურად დაბალანსებული, მცირედით ვექტორი გადახრილია დამსაქმებლის ხარჯზე, ეს მე ვფიქრობ იმ პირობებში, როცა დასაქმების პრობლემა და უმშევრობის პრობლემა ჯერ კიდევ სახეზე, მე ვფიქრობ ეს მცირედი გადახრა არის მართებული, თუმცა თანათან რა თქმა უნდა ის მეტად უნდა იქნას დაბალანსებული აქამდე. პროფესიული კავშირების ხედვა რა თქმა უნდა მათი დამოკიდებულება სრულიად გასაგებად არის უფრო მეტად დასაქმებულების მხარეს, ესაც გასაგებია, მაგრამ შრომის კოდექსი კიდევ ამბობ, არ არის ეს მხოლოდ ერთი რომელიმე მხარეს, ან დასაქმებულის, ან დამსაქმებლის. სწორედ მისი ღირებულება არის რომ მაქსიმალურად იყოს ორიენტირებული ორივე მხარეზე და მაქსიმალურად დაბალანსებული. და გასაგებ კიდევ ბოლო კითხვა დაგისვავთ, თუ იმ შემთხვევაში თუ ბიზნესის მხრიდან განხილვების პროცესში იქნება გამოთქმული მოსაზრება, როგორც ეს იყო ადრე, რომ იმ შემთხვევაში თუ იქნება შრომითი ინსპექცია, შემოვა გარკვეული კიდევ რეგულაციები, თქვენ ახსენეთ, თქვენ მეთქვით, რომ ოდნავ გადახრილია დამსაქმებლის საკეთილდღეოდ შრომის კოდექსი დღევანდელი, ანუ არ გვაქვს 100%-იანი ბალანსი ამ შემთხვევაში. შესაძლოა კიდევ რაიმე სახის დათმობებზე წავიდეს ხელისუფლება იმისთვის, რომ ახსენეთ, რომ პრობლემაა დღეს დასაქმება ქვეყანაში და აქედან გამომდინარე გიწევთ მათი გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინებას ავარაუდოთ. დათმობა მე არ ვფიქრობ, რომ ამ ტიპის ორ დავაყენოთ ახლა საკითხი, მაგრამ რა თქმა უნდა ნებისმიერი ცვლილება უნდა ემსახურებოდეს ორივე მხარის ინტერესების დაცვას და ზოგადად საკეთილდღეოდ ზოგადად ამ სფეროს ამ სისტემის განვითარებას. სხვათაშორის ჩემთვის ტესტი იყო, როცა ამ კონტექსტზე მუშაობდით, ერთი და იგივე ხარისხის და სიმწოვის პრეტენზიები გამოთქვა როგორც ბიზნესმა, დამსაქმებელთა ასოციაციამ, ასევე პროფესიულმა კავშირებმა. და ესაც მიმანიშნებდა ეს ნაცნობი ხურობით, რა თქმა უნდა, ესაც მიმანიშნებდა იმას, რომ ჩვენ შუა ხაზზე გავდიოდით და ის მაქსიმალურად რეალობაში არის დაბალანსებული კოდექსი. და როდისთვის ვარაუდობთ, როდის ფიქრობთ, რომ შრომითი ინსპექტორი იქნება საქართველოში და არა რეკომენდაციის, არამედ მას უქნებება უფრო ფართო უფლებამოსილება? ეს აზროვნად იქნება უკეთესია და ჩვენ ამაზე ვიზრდებთ.
დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. მსმენელს კი შევახსენებ, რომ გვერდებოდა პირდაპირ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნძაძე. ჩვენ საუბრობდით დღეს შრომის კოდექსთან დაკავშირებით, ბოლო დროს ყველაზე გახმაურებულ საქმეზე ვისაუბრეთ. რაც ხდებოდა სოფელ ზვარეში, როგორც ცნობილია, ეგ ჩინეთის რკინიგზის 23 ბიუროს ხელმძღვანელებს და ჩინურ მხარეს შორის და იქ დასაქმებულ ადამიანებს შორის იყო ფიზიკური დაპირისპირებაც, რამდენიმე ადამიანის მკურნალობა საჭიროებდა და ისინი იყვნენ გადაყვანილი საავადმყოფოში. ამ წუთებში ამ დროის მონაცემებით კი იქ იმყოფება უკვე რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენლები, პროფკავშირების წევრები და მიღწეულია შეთანხმება კომპანიასა და პროფკავშირებს შორის, რომ მოხდება 7-პუნქტიანი დოკუმენტის გაფორმება, რომელიც შედის ინტერესებში იქ დასაქმებული ადამიანების. ჩვენ საუბრობდით დღეს შრომის კოდექსთან დაკავშირებით, თუ რა სიახლეებს შეიძლება ველოდოთ უკვე საპარლამენტო ცხოვრების აქტიურად დაწყების შემდეგ, როგორც დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, ხელისუფლება კვლავ გეგმავს, რომ დაიწყოს მუშაობა შრომის ინსპექციის შექმნასთან დაკავშირებით, რომელსაც ექნება ფართო უფლებამოსილება და რა მოთხოვნებიც აქვს დღემდე პროფესიული განვითარების კავშირს. ჩვენ დავბრუნდებით მომავალ ოთხშაბათს, ასე განვითარდა დღეს ჩვენი გადაცემა, სხვა თემით და სხვა სტუმრებთან ერთად. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენთან ერთად და გვისმენთ. თქვენ გსურთ იყოთ დაცული. ჩვენ გირჩევთ, რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ საუბრობთ კანონზე. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. თქვენს პრობლემებს პროფესიონალ იურისტებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. კანონის დროა.